საერთაშორის გოგოებო, ჩემთვის რაღაც ვიყიდე, მაგრამ ჯერ არ გეტყვით რა. და ვემზადები ჩემი დაბადების დღისთვის, ხო მოხვალთ? რა თქმა უნდა. გამარჯობა საყვარელო, უკვე მომენატრე. გამარჯობა ტიმურ, ავტობუსის ბოლოში რატომ იჯექი? ამ წამიდან ყოველთვის შენთან ახლოს დავждები. მეგობრებო, ფრთხილად ჩამოდით, არაფერი დაიშოვოთ. გამარჯობა მასწავლებლო მაიკ. გამარჯობა. ვა, სკოლა. გამარჯობა. 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 გამარჯობა მასწავლებლო მაიკ. გამარჯობა. კარგი საყვარელო, დღეიდან ყოველთვის შენთან ერთად დავждები, მაგრამ ადგილებზე ომი არის ხოლმე. მის მინე ტიმურ უნდა მეკითხა, მალე დაბადების დღე მაქვს, მოხვალ? რა თქმა უნდა წამოვალ, ისე საჩუქარზე თუ რამეს მიმანიშნებ, კარგი იქნება. გოგოებო, ისე ერთი ვიღაც თქვენ გიყურებთ. გამარჯობა მასკოტ, ყველა ჩვენ გიყურებს. არა გოგოებო, მერიდან ნასწია გვიყურებენ. კარგი ტიმურ სკოლაში შეგხვდები. კარგად. გოგოებო, გამარჯობა! არა, თქვენი გოგოები აღარ ვართ. კარგად ხართ, მუღალატეებო. არა გოგოებო, ჩვენი ბრალი არ არის, მწვრთნელმა ებიმ გაგაგდოთ ჯგუფიდან. და რატომ გააცდინეთ? თქვენი ბრალია. შეგეძლოთ დაგეცავით, მაგრამ არა, და ვიში გაგუცვალეთ ამაში? გოგოებო, რა თქვით? დაწყნარდი უბრალოდ გაღიზიანებულები არიან. არა გოგოებო, არ ვართ. ხო, ნამდვილად. კი, გაბრაზებულები არიან. რამდენი სუფლებას აძლევენ საკუთარ თავს? იქნებ მწვრთნელების დაველაპარაკოთ. ვცდი. კარგად ვესაუბრეთ. იქნებ მართლა არ არის მათი ბრალი. მათი ბრალია, არ დაგვიცვეს. აბა გოგოებო, რას ვეტყვით მწვრთნელების? უბრალოდ მწვრთნელოები დააბრუნეთ რა. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამაზე საერთოდ არ ვიდარდებდი. მათ შევეჩვიეთ. იმდენი დრო გავატარეთ ერთად, რატომ გააცდინეს? კარგი გოგოებო, უბრალოდ დასვენებაზე ვიპოვეთ მწვრთნელების და იქნებ საუბარი დავიწყოთ. ხო, დავიწყებთ, უბრალოდ კარგად უნდა დასრულდეს. კარგი, ახლა ვნახოთ ჩვენი ცხრილი, ნეტავ რა გვაქვს? ვერაფერი ვერ გავიგე. როგორც ყოველთვის იანა, პრემიუმები ვართ ამ სკოლაში. ხო, ლეილა, ისეთი რაღაც გვანდეს, ფული უნდა შევაგროვოთ, მიტოვებული ცხოველებისთვის. ხო, არავის არ შემოუშვებთ, სანამ ფულს არ მოგცემენ. და ვინც არ მოგცემს, მოვაშორებთ საერთოდ აქედან. მგონი ნახევარი სკოლა ეგრე იქნება. კარგი, ბიჭებო, ზუპ. სალინა, რა მოხდა? ზაკ, აი აქ ხარ ასე. ზაკად. არა, მე არ შემეხო, არ მომწოხარ. გჯერათ, ჩვეულებრივ სკოლაში ვართ, არ ვიცი თუ მიგვიღებენ ეს ბავშვები. არა, ყველაფერი კარგად იქნება და თუ არ მოეწონებით, ისევ მაგათი პრობლემა იქნება. კარგი, შევიდეთ გაკვეთილზე, 90 წელი არ ყოფილვარ. ჩემზე ხო გახსოვთ, ყველა გოგოს უნდა მოეწონა. კარგი, დაწყნარდი, ხო ხედავ, ყველანი უნერვიულობთ. ასე თავს ვერავის ვერ მოეწონებ. კარგი, ბავშვებო, მოდით უბრალოდ დავსხდეთ. სალინა, ეს სკოლა არის, მატარებელზე კი არ აგვიანებ. კოსტი, არ ვიცი, როგორ უნდა ვისწავლო სხვა ბავშვებთან ერთად. ძალიან მეშინია. ესე იგი გეშინია, მაშინ იჯექი მან და ვისაც არ გვეშინია, ისინი შევალთ. საგად, დაწყნარდი. კარგი საყვარელო, წამოდი, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის ჩემთან ერთად იქნები. კარგი, კოსტია, წავიდეთ, გენდობი. კარგი, მორჩა, გოგოებს უნდა მოეწონო. მოიცა დამელოდით. კარგი, შევისწოროთ. აბა კნოპა, მოიყვანე მწვრთნელიები. აუ, ცოტა საშიშია, მაგრამ კარგი ხო დაგურეკავ. გოგოებო, სერიოზულად გინეთ რომ ნასწია და მე ჯგუფში დავაბრუნოთ, ძალიან ცუდად მოგექცნენ. მეც ეგ ვთქვი. ტიმურ, ნახე, ჩვენზე გაბრაზდნენ. არ იღებს, ალბათ დაკავებულია. დიანა, ძალიან უცნაური იყო ეს სიტუაცია ავტობუსთან. ჩვენი ბრალი არ არის რომ მათ გააცდინეს და მწვრთნელიები გაბრაზდა. კნოპა, ჩვენც არ ვართ იდეალურები. ალექსა, შენ როგორ ხარ? შეგვეჩვია თუ ფეხბურთი გირჩევნია ისევ? ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩლიდერობაც მაგარია. ყველა ბიჭი აქეთ იყურება. ხო, ყველას უნდა რომ ჩლიდერთან იყოს. კარგი, კნოპა, დაურეკე კიდევ ერთხელ. კარგი, ახლავე დაურეკე. ჩემი აზრით გოგოების გასახლოში შესვლა ცუდი იდეა. არა, ჩემთვის ეგ კარები ყოველთვის ღია, მაგრამ გოგოების არის. არა, ბიჭებისიც არის. ტიმურიც აქ არის. გოგოებო, ძალიან დიდი ბოდიში ახლავე წავალთ. მოიცადეს მალ, მწვრთნელიები ხომ არ გინახავს? სკოლაშია, ვერ ვუკავშირდებით. არა, სმაილ, მოიცადე, რაღაც ცუდის გაკეთებას აპირებდი, ხო? არა, ბიჭებო, რამე თუ ხდება ამ ოთახში არა. რა? ძალიან გაგიმართლა. ტრენერიები არსად არ გვინახავს. კარგი, სმაილ, წავიდეთ. ტიმურ, უფრო ჭკვიანი უნდა იყო. რა? არ არის საჭირო სმაილს ეჩხუბო. და აბა აქ რატომ მოვიდა? იქნებ უბრალოდ ძველი ჩვევა. ხო, კაისკარი მისთვის ყოველთვის ღია იყო. კარგი, წავიდეთ, ზარმა დარეკა, თორემ დავაგვიანებთ გაკვეთილზე. კარგი, ბოდიში. კარგი, არა უშავს ტიმურ.
ვირთხებო, აქ რა გაქვთ? კერძო გაკვეთილები? არა გოგოებო, კითხვა შეგიძლიათ? ფულს ვაგროვებთ მიტოვებული ცხოველებისთვის. როგორ მიყვარს ცხოველები? ბლონდი. ყველა თუ მოგცემს $, ძალიან ბევრ საჭმელს ვიყიდით. და ჩვენ არ გადავიხდით, ხო გოგოებო? ხო. გოგოებო, რა გჭირთ? ესენი ხომ უსახლკარო ცხოველები არიან. და ფულს ვინც არ გადაიხდის, შაბათ კვირას დამატებით მოუწევს მოსვლა. მე მზად ვარ რომ ფულიც გადავიხადო და მოვიშორო შაბათ კვირას მოსვლა. ბლონდი გიჟი ხარ? რა გჭირთ? ესენი ხომ კატები, ძაღლები არიან. ყველაზე საყვარელი რაღაც არის. ბლონდი, ყოჩახ, შენ ჩაგითვალეთ. ახლა სხვებსაც უთხარ რომ ფული დადონ. თორემ ჩავწერთ და მოუწევთ გაწმენდა თავშესაფრის. არაფრისაც არ გავწმენდით. შაბათ კვირას სწავლენ თავშესაფარში. წვრთნელოები თქვენი ლატე. მადლობა პიცა. აუ powerbank-ი ხომ არ გააქვს? კი, მაქვს. შეგიძლია მათხოვო დამიჯდა. კი, მადლობა. პიცა ერთი ლატი არ არის საკმარისი, დონატების შესთავაზე ხოლმე. წვრთნელები ბევრს არ ჭამს. გოგოებო, გამარჯობა, აბარას შევგვეთავთ, ხართ მშიერები. ძალიან მშია. მე მინდა 3 დონატი და დიდი ჭიქით ცივი ყავა და მე მინდა ვეგანური სალათი, დიდი კაპუჩინო. კარგი გოგოებო, მაგრამ ამ წამს მხოლოდ შემწვარი ფრთები გვაქვს და ეგ გინდათ? კი. ლორენ, არა, ხომ შევთანხმდით? აღარ. ხო, კარგი არა. და რა საჭიროა ამდენი დაბნეულობა? თუ ლორენს უზორო ფრთები ჭამოს, ჭამოს. კარგი, მოგიტან შეგვეთას. მოკლედ, ალექსას საქციელი მაოცებს. საერთოდ არ გვესალმება. ხო, ნახე რა. გოგოებო, გაკვეთილი ხომ დაიწყო უკვე? აქ რატომ ცხერხართ? წვრთნელოები powerbank-ი, მადლობა პიცა. გამოგვაგდეს. თან არაფრის გამო უბრალოდ საუბრობდით. ლორენს უბრალოდ კალამი უნდოდა. გოგოებო, გაკვეთილის პროცესში თუ დაგინახავთ კიდევ ერთხელ დირექტორს ვეტყვი. კარგი. ეი, დაინახავს. ვაიმე, როგორ დამოვიწყდა ტუში და ტუჩსაცხი, ასე ვერ წავა. კარინა, შენი სიდაც ლომაზი ხარ. ტომას, ნუ მატყუე. სიმართლეს გეუბნები. დაიფიცე. კარინა, გპირდები რომ სიმართლეს უძახი, მაკიაჟის გარეშეც ლომაზი ხარ. კარგი, წამოდი, ოღონდ ხვალ წამომყვები და მიყიდი ტუშს და ტუჩსაცხს. კარგი. აბა კნოპა, კარგად. კარგად მოიქეცით. შენს. კნოპა. რა გოგოებო, გაკვეთილი უკვე დაიწყო. დაინახე. ფულს ვაგროვებთ მიტოვებული ცხოველებისთვის. აუ რა საყვარლობა, ფულს ვაგროვებთ მიტოვებული ცხოველებისთვის? ალექსა, უნდა გადავიხადოთ. ვაუ. ვირთხებმა გადაწყვეტეს კარგი რაღაც გაეკეთებინათ. ყოჩახ გოგოებო, მაგრამ თუ გინდათ დაიტოვეთ. ხო და წახვალთ შაბათ კვირას და გაწმენდით თავშესაფარს. ვირთხებო, ეს ძალიან კარგი რაღაც არის. გოგოები და მე წავალთ და გავწმენდით, ხო გოგოებო? ვიღაც ბაყაყებს ბაძავს. რა? არაფერი. კარგი, გოგოებო, დასვენებაზე შევხვდებით. ხო, კნოპა. ჩაგუწერეთ, მზად ვართ გავწმინდოთ თავშესაფარი. რა კეთილები არიან. ლეილა, არა. ყველამ ფული უნდა მოგცეს და არა გაწმინდონ თავშესაფარი. ხო, მაგრამ ძაღლები არიან, კატები ძალიან საყვარლები არიან. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, რატომ მოგვიანებთ? მასწავლებელო მაიკ, სხვათა შორის კარგი რაღაც გავაკეთეთ. მიტოვებული ცხოველებისთვის ფულს აგროვებენ ვირთხები. მოკლედ მეგობრებო, იმედი ახლა ყველანი სწავლისთვის კონცენტრირებულები ხართ, იმიტომ რომ ამ ზაფხულს კარგად დავისვენეთ. კი, მასწავლებელო მაიკ. ნასტია, არ მესმის, ასე რატომ მეკცევი? რა დაგიშავე? დიანა, თავი დამანევე რა. ხო, არის როგორ გავიპარო ლორენის გამოყვანა მინდა გაკვეთილიდან. შენი ლორენი გაკვეთილზე არც არის. აბა სად არის? კაფეშია ჭამს. შეგიძლიათ ჩემს უკან ლორენზე არის საუბროთ? ნერვებს მიშლიან, მასწავლებელო მაიკ, უთხარით. კარგი მეგობრებო, საკმარისია, ჩუმად იყავით. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. რა? შენ კარგად სწავლობ? ისე რა? შეგიძლია გადამაწერინო? არა. რაიან, არ მოიწყინო, მე დაგიხმარები. შენი ნაწერი არ მინდა, ვიცი როგორ სწავლობ კარგად. ნასტია, რატომ ბრაზდები მწვრთნელების დაველაპარაკებით? თავი დამანებე. ნასტია, ასე არ უნდა მოიქცე. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილის თემა ღალატი იქნება. მასწავლებელო მაიკ, ამ თემაზე ყველაფერი ვიცი, შეიძლება არც კი მოვუსმინო. არანასი, ამას ყველამ უნდა მოусმინოს. აბა მეგობრებო, თქვენი აზრით რა არის ღალატი? ღალატია, როცა შენი მეგობრები გიღალატებენ. ღალატია, როცა მეგობრები ზურგს გაქცევენ გარკვევის გარეშე. ღალატია, როცა შენი საკუთარი ძმა ღალატობს.
კარგი მეგობრებო, ეს სევდიანია. აბა რაია, შენი აზრით რა არის ხალადი? ხალადი არის, როცა კურიერს ჩემი შეკვეთა დროზე არ მოაქვს. კნობა, Smile რა? გთხოვ დიანას დაელაპარაკე. თქვენი ურთიერთობა ასე ძალიან თუ გინდა შენ დაელაპარაკე. თან ტიმურთან არის. მაგრამ ხო იცი რომ მე და დიანა ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით. არ ვარ დარწმუნებული. Smile დროა შეეჩვიო, მოღალატეები არიან. ვაუ, ჩხუბი? მერი, შენთვის არავის უღალატია. შენ გააცდინე და მწვრთნელები გაბრაზდა. და თქვენ არ დაგვიცავით მოღალატეებო. კარგი, უფრო მნიშვნელოვანი ამბავი. ფულს ვაგროვებთ მიტოვებული ცხოველებისთვის. ვისაც არ მოუციათ, მომეცით ფული. თქვენ რატომ უფროსები ხართ? კი, მე და ლეილა. მე არ მაქვს ფული, ამიტომ დამარეგისტრირეთ, საერთოდ ყველაფერს გავაკეთებ. მე მიყვარს ცხოველები, მაგრამ არაფრის გაწმენდას არ ვაპირებ. ამიტომ ფულს შესვენებაზე მოგცემ. კარგი შესვენებაზე, მაგრამ არ დაგავიწყდეს. და რომელი ცხოველებისთვის აკეთებთ? კატები და ძაღლები? არა, მე რეპტილიები მიყვარს, ამიტომ როცა გახსნით რეპტილიებისთვის, შემდეგ დამეკონტაქტეთ. ჯიჯი, ცუდი მიზეზია. გამარჯობა მეგობრებო, რომელიმე მიცით ჩვენი კლასი სად არის? არა, შანსი არ არის, ჩვენ კლასში თქვენ არ ხართ. აქ ვერ იქნებით, ყველა მაგიდა დაკავებულია. მაგიდებს ზევიდან ჩამოვიტანთ. არ ვიცით, ჩვენი კლასი სად არის, გამოგვაგდეს. კნობა, ესე იგი ამ კლასში ვართ? გოგოებო, ხო იცით, მე ზუპი ვარ. კარგი ზომბებო, დროულად გადით, სანამ ავდექი. დაწყნარდით, ასე რატომ ეკცევით? თუ ვიღაც თქვენგან განსხვავებულია, უნდა დააბულინგოთ. მხარს გიჭერ, არ უნდა დააბულინგოთ. მათ არავინ არ აბულინგებს, უბრალოდ მათი ადგილი ჩვენ კლასში არ არის. სხვადასხვა თქვენი კლასი ქვევით, ქვედა სართულზეა. ზუპ მოშორდი აქედან, მთელი ზაფხული ხომ გიყურებდი, ახლა აღარ მინდა. მადლობა კნობა, მეგობრებო, გქონია სპეციალური კლასი ჩვენთვის, ნულ სართულზე. კნობა, ჩვენთან არ ჩამოხვალ? კი, ზაკად შესვენებაზე. ჩვენი მასწავლებელი სად არის? ჯული რა? რამე ხომ არ შეგიმჩნევია? არა. ჩემი ქვედა ბოლო. ესა ფუშიც ვნახე. კარგი, მე უკვე ჩხუბზე ვფიქრობდი. მწვრთნელები, გამარჯობა, სასაუბროდ მოვედით. გოგოებო, დღეს კარგად არ უგრძნობ თავს, ვარჯიში ხვალ იქნება. მწვრთნელები, გოგოებთან დაკავშირებით მოვედით. იქნებ გუნდში დავიმატოთ. იქნებ არა. გოგოებო, არ მესმის, რატომ მათ ხომ გვიღალატეს? მწვრთნელები, დარწმუნებული ვარ, აღარ გააცდენენ. ხო, უბრალოდ გაბრაზებულები არიან. დარეკვა, მოწერა, ბოდიშის მოხდა არა? მერი და ნასტია, საერთოდ წარმოიდგენთ, რაც უც სიტუაციაში ჩამაგდეთ? წესიერია ასე ლაპარაკი ჩვენ ზურგს უკან? იქნებ დიანა ჩვენზე ავრცელებს ჭორებს. ნახეთ რა სჭირთ. ნასტია, მერი, ვცდილობთ რომ გუნდში დაგაბრუნოთ. ჩაიჭერით. ხო, ისეთ ვცდილობთ, როგორც მაშინ დაგვიცავით, ხო? იცით რა, მერი და ნასტია, თქვენ დაცვას აღარ შევეცდებით. თქვენით დაბრუნდით გუნდში, გოგოებო. მათ გამო არის სიტყვასაც აღარ ვიტყვი. მწვრთნელოები, ანუ დღეს ვარჯიში არ გვექნება? არა, დღეს არა. კარგი, წამოდით, ლატე დავლიოთ. აბა გოგოებო, გიღალატეს? ალექსამ ჩვენს გვიღალატა. ფეხბურთელებო, თქვენ არ გელაპარაკებით. არც ცადოთ, რომ ჩვენი მეგობრები გახდეთ. არ გვიცდია. რატომ არის დღეს ყველა გაბრაზებული? ალბათ არ უჭამიათ. ლორენ, ყველა შენაირი კი არ არის. 3 დონატი და ფრთები. მასკოთ ვარჯიში არ გაქვს? ები არ არის კარგად და? ხო, გასაგებია, ჩვენც აღარ გვაქვს ვარჯიშები, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი ნაწილებად იშლება. ტიმურ, მოდი ჩვენზე ვილაპარაკებ. მე და რომეო ისევ კარგად ვართ. ცუდად რო გჭირდება და ისევ წამოვდგებით. ხო, მე წამოვდგები. კარგი, ზედმეტი ტრაბახი არ მოგივიდეს. თორებეთ ყო ჩვენ მშობლებს მანქანა როგორ გაკაცრე. ხوار და გავიცდა. კარგი ტიმურ, დასრულებული ხარ. არა რომეო, არ გინდა დაჯექი. გაკაცრვაზე არავინ არ უნდა გაიგოს. ხო, რომეო, დაჯექი. ბიჭებო, რამეს ხوار მიერთვეთ? შემწვარი ფრთები არის ფსად. კარგი, ორ ფუნქციას შევჭამ. მასკოთ შენ, აი ის მე არ მინდა. დავიხალე, როგორ არასდროს არ ხართ ფშიერები. დროა შეწყვიტო სკოლაში ლანჩის მოტანა. ფუჭდება და თან ყარს. მოკლედ, ტიმურ, წარმოედგინე მწვრთნელების დაველაპარაკეთ, მაგრამ უარი თქვა. მაგრამ ნასწემ და მერიმ ძალიან ცუდად ლაპარაკობთ შემზეო. როგორი მეგობრები ყოფილან? კარგი რა, ალექსა, იქნება გაბრაზებულები არიან უკვე. ხო, ეგეთი დროა. მე და სმაილიც აღარ ვლაპარაკობთ. ბაჭიებო, იცოდით, რომ დღეს ვარჯიში არ გვექნება. ტრენერმა მითხრა, რომ თავს ცუდად გსნობს. კი, ვიცით, ვნახეთ უკვე. აი, 3 ლიმონათი მოგვიტანეთ, ხო? გოგოებო, იქნებ დონატი და 3 დონატი თუ შეიძლება. დაინახე სად დაშდნენ, პირდაპირ ჩვენზე. ჩემი თვალები პირდაპირ დიანას თვალებს უყურებს. სმაილს ედმეტი ფიქრი არ გინდა, უბრალოდ ასეთი განლაგებაა. გოგოებო, თქვენი ლიმონათი. მადლობა, პიცა. გოგოებო, ნახეთ სმაილი როგორ მიყურებს. მერე უნდა გითხრა, გაკვეთილზე რა მითხრა. ისაუბრეთ? დიანა, როდესაც ჩვენ მეგობრები არ ვიყავით, ტიმური მინდოდა ჩემთვის. სერიოზულად? მისმინე ალექსა, ეგ არ გამოვა, ხომ იცი?
ხო, მაგრამ ახლა ტიმური აღარ მაინტერესებს, რომეო მომწონს. ვაუ, რომეო ძლიერი არჩევანია. ნასტია მოსწონდა, მაგრამ ახლა სხვას მაინც არ აქცევს ყურადღებას. თქვენი აზრით შანსი მაქვს? შანსი ყოველთვის არსებობს. მოიცა, სად მოდიხართ? აი, ახლა შენ ყველას ბროკოლი უნდა გავიკეთო. არა, ბროკოლი მეზისხება. ახლა შეგიყვარდება. ხო, შენი საყვარელი საჭმელი გახდება. აის, ისინი კლიენტები არიან. ბროკოლი ისედაც არაფერი არ ხრის. მომსახურებით? და ბროკოლთან ერთად ფრთებს შეჭამთ. აბა მეგობრებო, ბროკოლთან ერთად ფრთებს შეჭამთ. კარგი. ხო, შევჭამთ. კნოპა გამარჯობა, ამ სკოლაში ყველაფერი მომწონს. ზაკატ, დაიკარგე, დღეს ხომ შევხვდით უკვე, მაგრამ მიხარია რომ მოგეწონა. ჩვენი სკოლა საუკეთესოა. თელმა მსოფლიო მიცის ჩვენ სკოლაზე. კნოპა ეჭვიც არ მეპარებოდა, ზომების გაზეთების თქვენ სკოლაზე წერდა ხოლმე. ზომების ფულს იღებთ? ხო, ფული თუ არის და სხვა რაღაცების ყიდვა შეგვიძლია, ყველაფერს ვიღებთ, ზომების ფულსაც. ხო და მაშინ პიცაც გააკეთე ბროკოლით. და ფრთები ბროკოლით. ჩვენ გემრიელად ჭამა გვყვარს. და დონატებიც გააკეთე ბროკოლით. მეგობრებო, ისიც შეიძლება ჩემი საყვარელი კლიენტები გახდეთ. დაბრძანეთ. ძალიან კარგი. ხედავ, კარგები არიან, ჭამა უყვართ. ხო, მთავარი ეგაა. გამარჯობა დიანა, ნასია სად არის? გამარჯობა ზაკ, ჩერილდერების გუნდში აღარ არის. რანაირად? არ გითხრა, არ გინახავს? ზაკ, მოდი მერე ვისაუბროთ, ყველაფერს გეტყვი პირადად. მოიცა, ჩერილდერი აღარ არის, სკოლაში იმიტომ მოვედი, რომ ნასიათ იმეტრაბახა. მისმინე ზაკ, ყველაფერს აგიხსნი შემდეგ. მომისმინე ზაკ, გთხოვ დაჯექი. ისე კნოპა დღეს ჩემთვის ერთად არ გიგუცნია. კარგი გასაგებია. არ მისმის ყველა მაგი და დაკავებული რატომ არის? ვერ ხედავთ რომ მაგარი ფეხბურთელი მოვიდა. დიმა დაძრალი, ეს ადგილი უკვე ჩვენია და ცოტა ხანში საჭმელი უნდა ვჭამოთ. დიმა, ჩვენ წავედით. აი, სომებს უთხარი რომ ჩემი ადგილი დამითმონ, თორემ იცოდი არაფერს არ შევუკვეთავ. აი, მიდი უთხარი. და აი, მე რა უნდა მითხრას, წადით აქედან. დიმა, გთხოვ, არ ინერვიულო. აი, დაჭექი, ადგილი არის კუთხეში. ესენი უკვე ჩვენი კლიენტები არიან. დიდი შეკვეთა გააკეთეს. მე მაგარი ფეხბურთელი ვარ და მეუბნები რომ კუთხეში დავშდე. ასე ხდება ხოლმე. დიმა, ვერ გაიგონე რა გითხრა. მიდი კუთხეში დაჭექი. არა, კარგად იყავით. და ის, არაფერს არ შევუკვეთავ. ზაკ, გამარჯობა. უიზუპიც აქ არის. გაჩერდი, მეგობრებო, მინდა რომ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. მიდი ზაკ. ნასია, მე და შენ შევრდებით. ეს რას ნიშნავს? შენ ჩილიდერი აღარ ხარ. და მე მინდოდა ჩილიდერთან ყოფილიყავ, იმიტომ რომ კალათბურთელი ვარ და ათლეტიკო მომჭირდება. გასაგებია ზაკ, მაგრამ შეგეძლო ცალკე გეთქვა. გიხარიათ ბანი? ეს ყველაფერი თქვენ გამოა, მოღალატეებო. ამის შემდეგ როგორ უნდა გემეგობროთ? გოგოებო, ცდებით. რატომ ბრაზდებით? ხომ ვცადეთ რომ დაგხმარებოდით. ზაკად ფრთხილად იყავი. აი ესეც გიღალატებს. ხო, და მე არ დაგიხმარებით. ამათ რა დაემართათ? არ ვიცი, ტიმურ, საერთოდ ვერ ვცნობ. დამთავრდა დიანა, აღარ დავალაპარაკოთ თუ ასე იქცევიან. და მე რა იქნება? ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, ვერ ხვდები რა ხდება, მაგრამ წავედით. კარგად. აი, არ გამზადდა ჩვენი ბროკოლის ფრთები. კი შეიწვა. ხო, ძალიან უცნაურ ადამიანებთან გვიწევს სწავლა. არა უშავს, ვარ ჩვენებთან სკოლაში ვინები ვართ.